შაქარი არის ყველა ბოროტების საფუძველი. შაქარი დღესდღეობით იმალება თითქმის ყველაფერში. მე-20 საუკუნეში კვების მეცნიერებს მასიური ომი ჰქონდათ იმაზე, რომ ცხიმი და რაფინირებული ზეთები ყველაზე ცუდია საკვების პირამიდაში და ჩვენ დავიწყეთ ამ ყველაფრის გადამუშავებული საკვებით და შაქრით ჩანაცვლება, რაც იწვევს სისხლში ინსულინის მომატებას. ახლა კი ვიცით, რომ ძალიან ბევრი მენტალური და ფსიქიატრიული დაავადების საფუძველი არის სისხლში შაქრის მაღალი დონე. მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადება არის მესამე ტიპის დიაბეტი. ეს არის ინსულინ რეზისტენტობა ტვინში. გულისხმობ იმას, რომ ტვინი დამოკიდებული ხდება შაქარზე. ის გამოიმუშავებს თავის ინსულინს. ექიმების უმეტესობა გეტყვის, რომ პანკრეასი არის ერთადერთი ადგილი, სადაც ინსულინი გამომუშავდება, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. ტვინი გამოიმუშავებს თავის ინსულინს. და როცა ტვინს უნდა შაქარი, ის იღებს შაქარს. თუ მას უნდა კალციუმი, ის იღებს ძვლებიდან. თუ მას უნდა ამინომჟავები, ის იღებს კუნთებიდან. და თუ ტვინს უნდა შაქარი, ის ააქტიურებს რეცეპტორს ენის უკანა ნაწილში, სახელად RF12, რაც ასევე ხელს უწყობს დოფამინის გამომუშავებას, რომ მიიღოს შაქარი. გამოიწერე ჩემი ინსტაგრამი მეტი სარგებლისთვის. ხოლო თუ გჭირდება ინდივიდუალური დახმარება, რომ დაიკლო წონაში ჯანსაღად, მომწერე ინსტაგრამის პირადში სიტყვა გასაუბრება.